მოგესალმებით Redline-ზე, მე ვარ ბექა პატურაშვილი. მადლობა რომ გვიყურებთ. დღეს 30 დეკემბერია, ბოლო ეპიზოდს წერ ალბათ ამ წლისთვის და სათაურითაც მიხვდებოდით, რომ ვაპირებ გესაუბროთ ძალიან აქტუალურ თემაზე, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე დღესაც. მეორე ფრონტის საკითხი, რამდენად რეალურია ეს თეორია, რამდენად რეალურია ეს საფრთხეები. მე არ ვაპირებ რომ რამე ვამტკიცო, უბრალოდ ჩემი აზრით ამ თემის გარშემო არსებობს უამრავი შეკითხვა, მე პირადად მაქვს ამ თემის გარშემო შეკითხვები და ჩემთვის დღემდე ეს არის ძალიან ბუნდოვანი საკითხი და ამიტომაც გადავწყვიტე რომ წლის ბოლო ეპიზოდში ამ თემაზე მესაუბრა. გარდა ამისა, ერთ-ერთი ფაქტორი იყო ჩემი გუშინდელი საუბარი ერთ ჩემ ახლობელთან, რომელიც არ ეთანხმება ქართულ ოცნებას ძალიან ბევრ რამეში. მიმდინარე პროცესებზეც პროტესტი აქვს, ბოლო გადაწყვეტილებებზეც პროტესტი აქვს, მაგრამ რაღაც ამ თემებზე მსჯელობის დროს საბოლოოდ ასეთი რამე მითხრა, რომ ხო კარგი, ეს ყველაფერი მე არ მომწონს, მაგრამ თუ დავფიქრდებით, თუ ამ ხალხმა ჩვენ მართლაც აგვარი და ომი და ნგრევა, ამ შემთხვევაში კიდევ შეიძლება რომ რაღაცები გავამართლოთ. ამის მერე უკვე დავიწყეთ ამ საკითხზე მსჯელობა და გავყევით ბევრ რამეს და ვიფიქრე რომ რატომაც არა, ამ თემაზე ძალიან ბევრი ვინმე არ საუბრობს, ამ თემაზე ძალიან ბევრი ვინმე ვინც კითხობს უნდა სვამდეს, არ სვამს. აქ არ გულისხმობ მხოლოდ მედიას, გულისხმობ მათ შორის ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც რატომღაც გადაწყვიტეს, რომ მათთვის ნეგატიური დღის წესრიგი იქნებოდა თუ ამ თემაზე წინასაარჩევნო პერიოდში აქცენტს გააკეთებდნენ, საერთოდ არავინ არ ეხებოდა ამ თემას და მე არ მახსენდება, ნამდვილად არ მახსენდება ამ თემაზე სერიოზული დისკუსია, სადაც ადამიანები დასვამდნენ კითხვებს, რომ რატომ უნდა გუჯეროდეს ამ თეორიის, რომ ვინმე მართლაც ითხოვდა და ითხოვს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას და გარდა ამისა არ მომისმენია არანაირი გონივრული მსჯელობა და კრიტიკული მსჯელობა იმასთან დაკავშირებით რეალურად არსებობს თუ არა გარდა ამ პოლიტიკური ურთიერთბრალდებებისა რამოცემულობაში ვართ, სამხედრო თვალსაზრისით რამდენად გამართლებული არის თუნდაც ის, რომ დასავლეთს აქ კონდეს ინტერესი, ან არ კონდეს ინტერესი მეორე ფრონტის გახსნის და რას შედეგებს მოიტანს ეს სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთ-უკრაინის ომის თვალსაზრისით, რა ეფექტი ექნება დადებითი თუ უარყოფითი თვალსაზრისით. ამ თემებზე მე არანაირი მსჯელობა არ მომისმენია, რაც ჩემი აზრით ძალიან დიდი შეცდომა არის და თუ ვინმეს გონია ოპოზიციურ ფლანგზე რომ ამით რაღაცა ნეგატიურ თემებზე საუბარი და ქართულ ოცნების დღის წესრიგზე აყოლას აარიდეს თავი, ჩემი აზრით ძალიან დიდი შეცდომა არის. ამას თავი დავანებოთ, ამაზე კიდევ შეიძლება საუბრის გაგრძელება. კიდევ ვამბობ, მე არ ვაპირებ არაფრის მტკიცებას, ესე იქნებოდა, ისე იქნება და ასე შემდეგ, მაგრამ მე მგონია, რომ როგორც მოქალაქეს, როგორც ჟურნალისტს მაქვს კითხვები და ეს კითხვები არის დასასმელი. ეს თემა არის გასაშლელი და ამ თემაზე უნდა იყოს საზოგადოებაში მსჯელობა. მინიმუმ კრიტიკული კითხვების დასმა არის საჭირო და ძალიან დიდი შეცდომა მგონია საზოგადოების მხრიდან, რომ დავეყრდნოთ მსგავს ინფორმაციას ისე, რომ უბრალოდ დავიჯეროთ ასეთი ტიპის განცხადებები, დედას ფიცავარ, ასე იქნება, თუ მე არ ამირჩევ. აუცილებლად ხვალ მეორე ფრონტი გაიხსნება საქართველოში, ან ეს ასე იყო, ვიღაც შემოვიდა, ვიღაცას მაგიდაზე ხელი უბრახუნა და მხოლოდ ასე სიტყვიერი განცხადებებით არ მგონია, რომ საზოგადოება ამ ყველაფერს უნდა იჯერებდეს და მგონია, რომ ამ ყველაფერს ჭირდება შესაბამისი დასაბუთება. ვინც არ უნდა იყოს, რაფერი ჰალსტუხიც არ უნდა ეკეთოს ხელზე და რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს, ან დღეს, ან ხვალ, ნებისმიერ სხვა დროს, ეს ისეთი მნიშვნელოვანი თემაა, რასაც ჭირდება დასაბუთება. ეს გამოჩნდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ძალიან დიდი შედეგები და გავლენა იქონია
არჩევნების შედეგებზეც, წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც და ძალიან დიდი გავლენა აქვს დღესაც, როდესაც ქართული ოცნების ლიდერები საუბრობენ დღესაც დასავლეთთან ურთიერთობაზე, ევროპის სახელმწიფოებთან ურთიერთობაზე, ამერიკასთან ურთიერთობაზე, იქიდან წამოსულ სანქციებზე და თუნდაც დღესაც აი ამ თემით ხდება პოზიციონირება, რომ ჩვენ არაფრად არ გვიღირს სანქციები, ხო? ისინი ამას გვეუბნებიან, ჩვენ არაფრად არ გვიღირს სანქციები, იმიტომ რომ ჩვენ თავარ მიზანს მივაღწიეთ, ჩვენ სამშობლოს ვემსახურებით, ჩვენ ვემსახურებით იმას, რომ ჩვენი ქალაქები არ გადაიწვას და ეს ქვეყანა არ ჩაერთოს ომში. აი ეს აგარიდეთ მე თქვენ თავიდან. ისინი ამას გვეუბნებიან და ამის ფონზე მე გმირი ვარ და მე არ ვიცი რაც არ უნდა სანქცია დამიწესონ, ეს ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს, ხო? ანუ დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემა 26 ოქტომბერს არ დამთავრებულა არჩევნების შემდეგ. მეორე საკითხი არა გავლენა იქონია აი ამ კამპანიამ უშუალოდ არჩევნების შედეგებზე, ხო? აბა ომი გინდა, ყველა ფეხის ნაბიჯზე გვესმოდა ეს საუბარი. ალბათ ბევრი გამოჩნდება ისეთი, ვინც კრიტიკულად შემომხედავს და იტყვის, რომ მე რაიმე პოზიციის წარმოჩენას ვემსახურები. ახლა რაღაც კომენტარები შემოვხვდა, რომ ვინმე მაფინანსებს თურმე აი ამ რაღაცა თემებზე საუბრის დროს და იმის გამო რო კრიტიკულ კითხვებს ომს, არავინ არ მაფინანსებს და ძალიან კარგად ვიცი რა არის ომი. მე 18 წლის ვიყავი, როდესაც 2008 წლის ომის მონაწილე ვარ, პირველი კურსის სტუდენტი და რეზერვისტი ვიყავი და ძალიან კარგად მახსოვს ეს ყველაფერი, ჩემ თავზე გამოცადე. უკრაინაში რომ ომი დაიწყო, პირველი მთელი ერთი თვე უკრაინაში გავატარე სხვადასხვა ქალაქებში და იქაც ძალიან კარგად ვნახე რაც ხდებოდა. ისრაელშიც ნამყოფი ვარ, ღაზის სექტორის საზღვართან იმ კიბუცებში, სადაც ხალხი ჩახოცეს. ასე რომ ძალიან კარგად მესმის რა არის ომი, რა არის ომის საფრთხეები და არც არავის პოზიციის გამართლებას არ ვცდილობ და არც პირიქით დამძიმებას. უბრალოდ ძალიან მარტივი მოცემულობა ამ თემაზე არავინ არ საუბრობს და მე ეს დისკუსია მჭირდება. და მე ვფიქრობ, რომ თქვენც გჭირდებათ ეს დისკუსია. იმიტომ რომ წარმოუდგენელია აი ამ ბუნდოვან გარემოში მხოლოდ შიშებზე დაყრდნობით გვესაუბრებოდეს ვინმე. დავიწყოთ საიდან მოდის საერთოდ ეს თემა. გაკეთდა ოფიციალური პირებისგან განცხადებები, რომ იყო მცდელობა საქართველოს ომში ჩართვის. ეს იყო პირველი ფაზა. შემდეგ ვიდრე თავად ეს ოფიციალური პირები, ღარიბაშვილი იქნებოდა, კობახიძე, მდინარაძე თუ სხვები, იტყოდნენ რაიმე კონკრეტულს, მე მაგალითად ქუჩაში მეუბნებოდნენ ადამიანები, რომ გაიგე როგორ მომხდარა, რომ ვიღაცა შევიდა ვინმეს კაბინეტში და იქ პირდაპირ მოუთხოვია და ულტიმატუმის ენით იყო ამ ყველაფერზე საუბარი. კარგი, მე ეს ყველაფერი არ ვიცი. შემდეგ უკვე კეთდება განცხადებები, რომ იყო კონკრეტული მუქარები, იყო მუშტის ბრახუნი მაგიდაზე და პირდაპირი მოწოდება ომში ჩართვასთან დაკავშირებით, რაზეც კატეგორიული უარი განაცხადა ქართულმა ოცნებამ, იმდროინდელმა ოფიციალურმა პირებმა და ეს შემდეგ გახდა მთელი წნეხის საფუძველი, რაც დღემდე გრძელდება მათ მიმართ და აი საბოლოოდ ახლა მივიდა სანქციებამდე, ხო? და მთელი ამ ურთიერთობების გაწყვეტამდე და მინიმუმ განულებამდე რიგი ქვეყნების შემთხვევაში. ამის საპასუხოდ ჩვენ რა მოვისმინეთ, ანუ რა ვნახეთ? ჩვენ არანაირი მტკიცებულება არ გვაქვს, რაც მე ძალიან მაინტერესებს, მინდა ვნახოთ. იქნება არსებობს რაიმე ასეთი კადრი და მე ამ ყველაფერს ვიჯერებ, ხო? ანუ მე აი ასე ამოვდივარ, როდესაც საკითხზე დასკვნები გამომაქვს. თუ ასეთ დონეზე იყო მსგავსი ფაქტი, მაშინ რატომ არ შეიძლება რომ ჩვენ ვნახოთ ამის მტკიცებულება, ან ჩანაწერი, ან კადრი, ან რა ვიცი, ვინმეს მინიმუმ დასახელება მთელი საუბრის კონტექსტიდან გამომდინარე, რა და როგორ მოხდა. აი ამ თემაზე, როდესაც მიდგებოდა ხოლმე ჯერი, ჩვენ იმ პერიოდში ვისმენდით ასეთ რამეს, რომ ოფიციალურ განცხადებებში მედიით, რომ ჩვენ ამაზე არ გვინდა ღიად საუბარი. აი ამას მინდა რომ დააკვირდეთ რა, ეხლა ისინი ამბობდნენ, რომ არ უნდათ ღიად საუბარი, იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხებოდა პარტნიორობას, საქმე ეხებოდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მეგობრებს და იქიდან წამოსულ აი ამ გზავნილებს, ხო?
რომლებიც არ იყო მეგობრული გზავნილები და ერთგვარად ამის ქვეტექსტი ის იყო, რომ ჩვენ არ გვინდა რომ აი ამ დიპლომატიურ ეთიკას გადავაბიჯოთ და ამ ყველაფერზე ღიად ვისაუბროთ. და ვუფრთხილდებით ჩვენი მხრიდან ამ ურთიერთობებს. ისინი არ გვიფრთხილდებიან და ჩვენზე მოდის პირდაპირ ზეწოლა და წნეხი, მაგრამ ჩვენ უფრთხილდებით აი ამ ურთიერთობებს. კარგი. დავუშვათ ესეა, დაშვებას ვაკეთებ და მაშინ ეს გადაწყვეტილება რომ არ ყოფილიყო ეს თემა საჯარო, არ ყოფილიყო გამოტანილი და ხალხს მართლა არ გაეგო რომ ბოლო-ბოლო რა მოხდა, ხო? დავუშვათ ვისაც არ ჯეროდა და ვის დარწმუნებასაც ცდილობდნენ და დღემდე არ ჯერა, ნუ იქნებ იმ ხალხსაც დაეჯერებინა ამ შემთხვევაში რაღაც, ხო? მოდით ახლა პარალელი გავავლოთ დღევანდელ დღესთან და დღევანდელ რეალობასთან. რა ხდება დღეს? დღეს ამერიკის შეერთებული შტატები აღარ არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. ღია ბრალდებებს ვისმენთ, თუ აქამდე რაღაც გლობალურ ომის პარტიაზე იყო საუბარი, ახლა საუბრობენ პირდაპირ რომ აი ამერიკის მოქმედი ადმინისტრაცია კუდს იქნევს, მათი მხრიდან ხორციელდება ეს ყველაფერი, ეს იგივე სანქციების კონტექსტშიც, ხო, აი ამას ვისმენთ. და აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ არაერთი შეურაცხმყოფელი ეპიტეტები მოგვისმენია. მაგალითად, იმედზე მე მახსოვს ერთი სიუჟეტი, სადაც ჯო ბაიდენი მოხსენიებული იყო როგორც კოჭლი იხვი. ანუ ჩვენ თუ ჯო ბაიდენს ჩვენი ოფიციალური პირები კოჭლ იხვს ეძახიან, მათი ოფიციალური არხებით აი ასე მოიხსენიებენ და არაერთი წერილი მახსენდება იგივე ხალხის ძალის და არც ბოლო დროს უკვე ქართული ოცნების ლიდერები ერიდებიან აი ამ პირდაპირ კრიტიკას, რომ ორი პარასკევი აქვთ დარჩენილი და კობახიძის განცხადება აგერ სულ რამდენიმე დღის წინ, მაგალითად, როდესაც ამბობდა, რომ ჯო ბაიდენსო საერთოდ ვინ კითხავსო, თქვენ ხომ იცით, რომ ის ბოლო პერიოდის განმავლობაში ქვეყანას საერთოდ არ მართავდა და არანაირი გავლენა არ ქონდა. ანუ აი ამ დონეზე თუ მივიდა ეს ეგრეთ წოდებული დიპლომატიური ეთიკა. და თუ საუბრობთ, რა ვიცი, ერთ-ერთი ვერსიით ხო ეს იყო კელი დეგნანის ირაკლი ღარიბაშვილთან შესვლა და იქ მაგიდაზე მუშტების ბრახული. თუ აი ასეთ ეტაპზეა ახლა ეს ურთიერთობები და არავინ არაფერს არ ერიდება, დღეს რატომ არის? მაშინ კარგი ეს იყო, ნუ აი მიუღებელი რომ ერიდებოდნენ ამ ყველაფერს. დღეს რატომ არის? შეიძლება ამაზე გაგვეცეს პასუხი. შეუძლებელი რაიმე მსგავსი ფაქტის დამადასტურებელი ვიცი, რაიმე ფაილის გავრცელება, მაგალითად ვიდეო ჩანაწერის თუ ასეთი არსებობს. ან არ ვიცი, ღია დისკუსია, მინიმუმ არ ვიცი, თუ რამე კონკრეტული მტკიცებულება არ არსებობს, თუმცა მე მომისმენია ძალიან ბევრი ჭორები ამასთან დაკავშირებით, რომ არსებობს ჩანაწერი, სადაც ეს ყველაფერი ჩანს. ვიდეო კადრები, თავისი აუდიო მასალით. მე არ ვიცი ამაზე თავს ვერ დავდებ, ეს არის ხმები, რომელიც საზოგადოებაში დადის, ცალკე საკითხია, ამას ვინ ავრცელებს, მაგრამ აი ამ ერთობლიობაში, აი ამ მოცემულობაში. არ ვიცი. დაწერეთ კომენტარებში, თუ თქვენ რაიმე მოსაზრება გაქვთ ამასთან დაკავშირებით და ასევე გამოთქვით თქვენი პოზიცია. არის თუ არა საჭირო აი ამ დონის თემის გარშემო, რომელმაც ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩვენს რეალობაზე, მთელ პოლიტიკურ ცხოვრებაზე და დღემდე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. მარტივად არის თუ არა საჭირო ამის დასაბუთება და არა მხოლოდ დაყრდნობა კონკრეტული სახელების და გვარების ოფიციალური პირების პიჯაკში ჩაცმული ადამიანების განცხადებებზე, რომ ეს ნამდვილად ასე იყო. ძალიან მნიშვნელოვან თემას ვეხებით, ხო? რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ეს უბრალოდ ძალიან დიდი ტყუილია და არაფერი საფუძველი არ გააჩნია და მსგავსი რამე არ მომხდარა. რასაც მათ შორის ამბობენ ოფიციალური პირები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ჩვენ ვნახეთ ელჩის განცხადებებიც, ამ დროისთვის მოქმედი ელჩის განცხადებებიც მის ინტერვიუში და მუდმივად ვისმენთ შტატებიდანაც სხვადასხვა რანგის პოლიტიკოსებისგან, რომ ამერიკა არ არის საქართველოს მტერი და მათ არანაირი განცდა და არანაირი სურვილი, არანაირი განზრახვა არ ქონიათ და არ აქვთ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის. ანუ თუ მივყვებით აი ამ თეორიას, რომ ეს არის უბრალოდ მაღალ დონეზე შესრულებული ტრიუკი, რომელიც კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა და ემსახურება
საკუთარი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას. ნუ ამ შემთხვევაში რა შეიძლება ითქვას, ხო? ყველაფერი ძალიან ხელის გულზეა. ეს არის ძალიან სახიფათო თემა და ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე, ნუ აღარ შევალ ამის სიღრმეებში, ნაწილობრივ ამ ყველაფერზე ვილაპარაკე, უბრალოდ გამოდის ისე, რომ საფრთხეების გათვალისწინებით, გამოცდილების გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში ომი ამდენი ხანი გრძელდება, ხედავენ ეს ადამიანები აი ამ ყველაფერს, რაც იქ ხდება, თუნდაც იმ კამპანიის გათვალისწინებით, რაც იყო ბანერების გამოკრა, დანგრეული ქალაქები და აქეთ აშენებული ქალაქები, ეკლესიები, თეატრები და ასე შემდეგ, ხო? აი ამ მთელი ინსტრუმენტების ზედ დაშენებით თუ დაუშვით, რომ ეს არის ერთი დიდი ტყუილი, ძალიან კარგი ეფექტის მქონე იარაღი შეიქმნა საკუთარ ხალხზე ზემოქმედებისთვის, რამაც ამომრჩეველთა გარკვეულ ნაწილს და მე არ მგონია, რომ ცოტა იყოს ასეთი ქართული ოცნების ამომრჩევლებში, ვიზეც აი ამან ზუსტად აი ამ ფაქტორმა იმუშავა. ნუ მათზე მოახდინა ზეწოლა, მათზე მოახდინა გავლენა და მათს მიაღებინა კონკრეტული გადაწყვეტილებები, ხო? და დღემდე ასე გრძელდება, როდესაც საუბრობთ ამ პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერაზე და გამეორდები, რომ ისინი დღესაც ეყრდნობიან ძალიან აქტიურად აი ამ თემას, ხო? ნუ ეს ორი დაშვება გავაკეთეთ. იმ შემთხვევაში რა ხდება თუ ეს რეალობაა და ვინ როგორ რეაგირებს ამაზე და თუ არა, მაშინ აი ამის შეფასება უკვე ძალიან მარტივია, როგორც წლის მთავარი მანიპულაცია. მოდით ახლა გადავიდეთ კიდევ ერთ საკითხზე, რაზეც რა ვიცი, ერთის მხრივ მე მინდა რომ ჩემი აზრი გამოვთქვა და თქვენს გამოგიწვიოთ დისკუსიაში. ეს არის უკვე პოლიტიკური განცხადებების მიღმა. იმის მიუხედავად, ვინ რას ამტკიცებს, ქართული ოცნების ლიდერები რას გვეუბნებიან, გვატყუებენ თუ მართალს გვეუბნებიან, აქეთ ამერიკელები რას გვეუბნებიან, გვატყუებენ თუ მართალია, რომ მათ არ აქვთ მსგავსი განზრახვები და ისინი მხოლოდ მეგობრები არიან და არა მტრები საქართველოს, ვისაც მეორე ფრონტის გახსნა უნდა. მოდით ამ ყველაფერს ერთი წუთით დავანებოთ თავი და შევხედოთ რეალურ სამხედრო მოცემულობას, სამხედრო შესაძლებლობებს და დავუშვათ რა ხდება იმ შემთხვევაში თუ საქართველოში იხსნება მეორე ფრონტი და აქედან ამოვიდეთ რა, ანუ ვის აწყობს ეს ყველაფერი და ვინ რა შედეგი შეიძლება მიიღოს ამ ყველაფრიდან. ბევრ ლაპარაკს არ დავიწყებ იმასზე თუ რა სამხედრო შესაძლებლობები გვაქვს და რამხელა დისბალანსია აი ამ ხრივ, ხო? უკვე გვაქვს ეს გამოცდილება და ვიცით და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში როგორ ვითარდებოდა ქართული შეიარაღებული ძალები, შეუძლებელია რომ აქ ჩვენი ძალებით რაღაც გრძელვადიან სამხედრო გეგმებზე ვისაუბროთ, ხო? პირდაპირ ომში ჩაბმის შემთხვევაში. ეს ძალიან ცხადია. ანუ თუ დასავლეთი მოუწოდებს საქართველოს რომ ჩაერთოს ომში, რა გამოდის, რომ საბოლოოდ თუ მათი ამოცანა ის არის, რომ აქ რაიმე ისეთი წინააღმდეგობა შეიქმნას, რომ აქცენტის გადატანა მოხდეს უკრაინაში მიმდინარე პროცესებიდან და რუსეთს მოუწიოს აქ იმ დოზით შეიარაღების თუ სამხედრო ტექნიკის გადმოსროლა, რომ აი იქ მერე უკვე რაღაც გრძელვადიან გათვლაში ფრონტზე სიტუაცია შეიცვალოს და რაღაცა საერთო სურათი აი ამ სცენარის შეიცვალოს, აი ამ დონის წინააღმდეგობაზე თუ საუბრობთ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნით, რა გამოდის, რომ ცალსახად დასავლეთიდან უნდა მოხდეს საქართველოს ძალიან სერიოზული მომარაგება, ხო? ამაზე ალბათ ორი აზრი არ არსებობს. სხვა შემთხვევაში გამორიცხულია. და ამას ვამბობთ როდის? როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ყოველდღიურად ვიდეო მიმართვებში ეხვეწება თავის დასავლელ პარტნიორებს, რომ მიიღოს მეტი შეიარაღება, მეტი საშუალებები როგორც თავდასხმისთვის, ასევე მეტი საშუალებები თავდაცვისთვის. ყოველდღიურ რეჟიმში მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული შეიარაღების დახმარება მიიღეს, გარკვეული სიახლეები მუდმივად გვესმის, რომ აი ეს პაკეტი დამტკიცდა, ეს პაკეტი. ეს არის მათი მუდმივი მოთხოვნა და მათი მუდმივი საზრუნავი და ეს ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენებით კარგად ჩანს, ხო?
წლების განმავლობაში მიწოდებული შეიარაღების მიუხედავად მათ მაინც უჭირთ და მათ მაინც აქვთ ცვლილებები არათავის სასარგებლოდ, ნახეთ კონტრშეტევის მცდელობაც, წამოწყებაც, თუმცა საბოლოოდ ამ ყველაფერმა არ გაამართლა, ხო? და გუშინ ვყურებდი საერთაშორისო ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიზს, სადაც რამდენიმე 1000 კილომეტრზე იყო საუბარი, რაც წაიღო რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა აი ამ მიმდინარე წლის შემთხვევაში. ახლა ხდება ამ ყველაფრის გაანალიზება, ხო? მართალია, დიდი სამხედრო დანაკარგების ფასად, თუმცა როგორც არის, დავანებოთ ამ ყველაფერს თავი, მოდი შევხედოთ ახლა ისევ დაუბრუნდეთ დასავლეთის ინტერესს და რეალურად ომში ჩართვის შემთხვევაში ისინი რას აკეთებენ აქ, ხო? ეს არის მოცემულობა, როდესაც აი ამ მუდმივი თხოვნის მიუხედავად უკრაინიდან რომ მიიღონ შეიარაღება, მუდმივად არის ამაზე მსჯელობა. ჯერ გვახსოვს რომ მსჯელობდნენ რა ტიპის შეიარაღება მიეწოდებინათ უკრაინისთვის, ხო? ეს ხო გვახსოვს. თავიდან იყო რომ მიეცათ თუ არა შეიარაღება, რომელიც განკუთვნილი იყო რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის. მიეცათ რა ტიპის დიდი ამბავი იყო მაგალითად იმასთან დაკავშირებით, რომ ჰაიმარსები გადაეცათ, ხო? და დღემდე შტატები, ევროპის სახელმწიფოები მუდმივად აი ამ დისკუსიაში არიან, ვინ რამდენი უნდა მიაწოდოს. ანუ ეს სახელმწიფოები იმაზეც კი ვერ ჩამოყალიბებულან, რა დოზით და რა ფორმით უნდა დაეხმარონ უკრაინას არსებულ ფრონტებზე თავდაცვისთვის და იმ საფრთხეების შეკავებისთვის. და ვლაპარაკობთ ჩვენ იმაზე, რომ მათთვის ახალი საზრუნავი უნდა გაჩენილიყო, რომ საქართველოში გაიხსნებოდა მეორე ფრონტი და აქ უნდა მიეწოდებინათ არ ვიცი რა რაოდენობის და რა ღირებულების შეიარაღება იმისთვის, რომ ჩვენ შევძლებოდა მინიმუმ თავის დაცვა და რაღაც სამხედრო ამოცანების შესრულება ხანგრძლივ პერიოდში. არ ვიცი, ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან წარმოუდგენელია და არ გამოიყურება რეალისტურად. თუმცა არ ვიცი, შეიძლება მე ვცდები და ჩემი დაკვირვება არ არის მართებული. მე ყოველ შემთხვევაში ფაქტებს ვამბობ. ხედავთ, იქ არის დეფიციტი უკრაინაში, აქეთ ხალხი მსჯელობს დასავლეთში იმაზე, ვინ რა და რამდენი მიაწოდოს და ვინ რამდენი ფული ჩადოს თავდაცვის ბიუჯეტში ყოველწლიურად. და ამ პირობებში მე ვსვამ კითხვას, მათ რეალურად ჭირდებათ ახალი საზრუნავი მინიმუმ თავი რომ დავანებოთ საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნვას და აქ მოქალაქეების განწყობას და მსხვერპლს და ასე და ასე შემდეგ გრევას. ამ ყველაფერს რო თავი დავანებოთ, თუ მათ ეს ყველაფერი არ აინტერესებთ, დაუშვათ საერთოდ არ აინტერესებს არავის აქ ჩვენი შემდგომი ცხოვრება. უბრალოდ მიწოდების ნაწილში, მომარაგების ნაწილში ეფექტის თვალსაზრისით, რას მისცემდა დასავლეთ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. აი ამ კითხვას ვამ, არ ვიცი, გამოვთქვით თქვენი აზრები, საინტერესო იქნება. მე მჯერა რომ ეს თემები არის რეალურად სადისკუსიო. კი ბატონო, ვიმსჯელოთ, დაწერეთ კომენტარებში და საბოლოოდ მინდა ვთქვა ის რომ არ ვიცი, ერთგვარი სურვილიც იქნება ჩემი ალბათ მომავალი წლისთვის მაინც რომ ადამიანებმა, მოქალაქეებმა, ჟურნალისტები ვიქნებით თუ არა, საერთოდ არ აქვს ამას მნიშვნელობა. ყველა მოქალაქემ ალბათ უნდა ვისწავლოთ მეტი კითხვის დასმა და მეტი დასაბუთების მოთხოვნა. არ შეიძლება რომ მართლა ვიღაცის ჰაბიტუსის გამო ვინ როგორ სადღეგრძელოებს ამბობს და ვინ შავგვრემანია და ვინ ქერათმიანი, აი ამ დონეზე არ შეიძლება რომ ადამიანებს ვენდობოდეთ. და იმ ფაქტორებით რომ ვის რა ვიცი რა აქვს აშენებული ან რამდენი ქველმოქმედება აქვს. ანუ ეს აბსოლუტურად სხვა საკითხია, მაგრამ როდესაც შენ მეუბნები რომ შენ თუ არ ამირჩევ ამ ქვეყანაში ომი დაიწყება, როდესაც შენ მეუბნები რომ იცი რა თუ შენ მე არ მიჯერებ ამ ქვეყანაში ომი იწყება თუ მეუბნები იმას რომ მე ვიღაც მემუქრებოდა და ჩემზე დღემდე ახდენენ ზეწოლას და თუ უკრაინაში ომი დასრულდება, მხოლოდ ამის შემდეგ მოიხსნება ეს საფრთხეები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის და მე თუ არ ვიქნები, არაფერი არ გეშველება, ეს მე უნდა დამისაბუთო, ეს მე უნდა მაჩვენო
მით უმეტეს დღევანდელ რეალობაში ამაზე უკვე ვისაუბრე და აღარ გავმეორდები. მე ვისურვებ, რომ ადამიანებმა დავსვათ მეტი კითხვები და მოვითხოვოთ მეტი დასაბუთება. კარგი იქნებოდა, რომ ყავდეს ოპოზიცია ეფექტური და ისინი აკეთებდნენ ამას ჩვენს ნაცვლად, თუმცა ამ ნაწილში მე პირადად ძალიან ბევრი კითხვები მაქვს და ალბათ თქვენც ძალიან ბევრი კითხვები გაქვთ და ვერ გავიგე ამ ხალხმა რატო არის და ამ თემაზე საუბარს თავი. ვერც ერთ ეტაპზე ვერ გავიგე, ვერც წინა საარჩევნო პერიოდში და არც დღეს არ მესმის. რატომ არ სვამენ აი ამ კითხვებს და რატომ არ აწყობთ აი ამ დისკუსიაში შესვლა. სამწუხაროდ დებატებიც არ გვინახავს და ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, რა ხდება მედიაში, ხო? ერთ სიტყვით მე ვფიქრობ, რომ საინტერესოა ეს თემა და არ არის ამოწურული. ეს თემა ისევ დარჩება ჩვენ რეალობაში. ხვალაც გვეტყვიან პოლიტიკოსები და წამოგვაძახებენ, რომ მადლობა უნდა უთხრათ, რომ საქართველოში ომი არ არის და ხვალაც ისევე აქტუალური იქნება ამ კითხვის დასმა. გვჯეროდეს ამის თუ არა? ეს ყველაფერი უბრალოდ დიდი შეთქმულების თეორიაა და ლეგენდაა, რომელიც გამოიგონეს, თუ რეალობა? დავფიქრდეთ ამ ყველაფერზე, დავსვათ კითხვები და შემდეგ შევიქმნათ წარმოდგენები. დიდი მადლობა, რომ თვალს გვადევნებთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის მართლა და არ ვიცი, უბრალოდ გულწრფელად ის კითხვები, რომელიც მაქვს, ის ჩემი შეხედულებები, რომლებიც მაქვს, ვეცადე რომ გამეზიარებინა. მადლობა, რომ გვიყურეთ. ნახვამდის.